მოგვიყვენათ უკვე 10 დღე არის, დაახლოებით დღეში 4-ჯერ ან 5-ჯერ. ივანიშვილის რეჟიმის მიერ მოწამლულ ადამიანებს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნათ. ოლიგარქის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ამ დრომდე დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა. რაც უფრო დრო გადის, აქციის მოწამლულ მონაწილეებს სულ უფრო მეტი ჩივილები უჩნდებათ. ძლიერი სისხლდენა ცხვირიდან, ძილიანობა, თავის ტკივილი და ქრონიკული დაღლილობა ახალგაზრდებისთვის დაუძლებელ პრობლემად იქცა. მოულოდნელად შეიძლება დამეწყოს სისხლდენა, არაფერს არ უკავშირდება და ყველაზე ცუდი ისაა, რომ შეიძლება ის ღამის საათებშიც იყოს უბრალოდ რომ გძინავს და გაღვიძებს, რომ ცხვირიდან სისხლი მოგდის რა. ანუ ძალიან ისეთი შეუჩერებელი პროცესი არის. 25 წლის ფინანსისტი მიხეილ ნანოშვილი რეჟიმის ომონმა არაერთხელ დაარბია. ბოლოს 3 დეკემბერს გაზით მოწამლეს. იმ ღამეს ომონმა სხვადასხვა ტიპის ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. 3 დღეში მიხეილს ცხვირიდან ძლიერი სისხლდენა დაეწყო და ექიმები ამ დრომდე ვერ შველიან. მივმართე სამედიცინო პერსონალსაც დახმარებისთვის და უბრალოდ ისეთი პროცესია, რომ თვითონ უნდა გაიაროს. ოღონდ არ იციან, როდის იქნება ეს დაახლოებით, რამდენი ხანი დაჭირდება. ნუ დაახლოებით მაინც ალბათ სადაც 1 თვიდან 2 თვემდე არის, მაგრამ ძალიან დისკომფორტია, ხო ხვდებით ახლა 2 თვე მოულოდნელად, როდესაც გამოდიხარ, თქვათ, მან მანქანასაც საჭესთან ხარ ან რაღაცას აკეთებს, საუბრობ და სისხლი მოგდის მოულოდნელად. ძალიან შემაწუხებელი პროცესია. ამას მოყვება კიდე ყველაზე ცუდი რაც არის თავის ტკივილები. თან ამ თავის ტკივილებს მე კიდევ სისუსტო ერთვება და ეს ყველაფერი ანუ კომპლექსურად ძალიან ცუდ დისკომფორტს იწვევს რა. გამოკვლევების შემდეგ ექიმებმა რეჟიმის მიერ მოწამლულ ხალხს დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებებით ინტოქსიკაციის დიაგნოზი დაუსვეს. იმის გამო, რომ გომელაური ამ დრომდე მალავს, რა საშუალებებით დაწამლა ხალხი, სწორი მკურნალობის დანიშვნაც ვერ ხერხდება. სამწუხაროდ სამედიცინო პერსონალი ინფორმირებული არ არის ამის შესახებ, რა ნივთიერებასთან გვაქვს საქმე, უბრალოდ ზოგადად იმნიშნავენ კომპლექსურ მკურნალობას რა, რაზეც აქვს თქვა წარმოდგენა, მაგრამ კონკრეტულად რომ რაღაც მიმართულებით მათ დაგინიშნონ მკურნალობა, სამწუხაროდ ამაზე ინფორმაცია არ გააჩნიათ, რა ნივთიერების გამო მოხდა ეს ყველაფერი. 10 დღე ყოველღამე ივანიშვილის რეჟიმი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ საშუალებებს იყენებდა. ამ სისასტიკემ ახალგაზრდების ცხოვრებაზე მძიმე კვალი დატოვა. ჩვენ ვისუნთქეთ სხვადასხვა ნივთიერებები და სამწუხაროდ არ ვიცით რომელი ნივთიერებები ვისუნთქეთ რა. იმიტომ რომ ყველა დღეს სხვადასხვა სიმპტომი ჰქონდა. მაგალითად თუ პირველ დღეს ძლიერი ხველა ჰქონდა, მაგალითად მეორე დღეს ძალიან ძლიერი ჰქონდა აი სუნთქვის უკმარისობა. მაგალითად მესამე დღეს ძალიან ძლიერი თვალების წვა ჰქონდა. მაგრამ იყო დღეები, როცა ეს ყველაფერი კომპლექსური იყო და ყველაფერი ერთად ჰქონდა რა. იმიტომ რომ იყვნენ იქ ჩემი მეგობრები, რომელსაც მაგალითად სუნთქვის ისეთი პრობლემები შეექმნათ, რომ სამედიცინო პერსონალის დახმარება ადგილზევე დაჭირდათ. და ამის საშუალებას თვითონ დარბევის დროსაც არ გაძლევდნენ, რომ ის დაზარალებული პაციენტი ადამიანი ხო უბრალოდ სასწრაფო დახმარებამდე მიგეყვანა რა. პოლიციის შესახებ კანონის თანახმად შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს სპეცსაშუალებები განსაკუთრებული სიფრთხილის თავიდან ასაცილებლად გამოიყენოს. თუმცა ეს უნდა იყოს პროპორციული ზომა და თანმიმდევრული. 10 დღის განმავლობაში კი რეჟიმი პირდაპირ სხვადასხვა ტიპის გაზით წამლავდა ხალხს. სპეცსაშუალებებს მოკლე მოქმედების ეფექტი უნდა ჰქონდეს. ანუ მომიტინგე იმ წუთას გაანეიტრალოს, თუმცა ახლა დგინდება, რომ გომელაურმა ხალხის წინააღმდეგ ისეთი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა, რომელსაც დროის გასვლასთან ერთად უფრო მძიმე შედეგამდე მივყავართ. იმავე დღეს დაგვეწყო. და გრძელდება დღემდე ესე. დღემდე აია. სპაზმური ხვალა თუ დამეწყო, უკვე გულისრევით მთავრდება ეს ხვალა. მართლა. უბრალოდ ხარ მინდა რომ ჩაიწერონ და რაღაცა, თორე აი ღრძილებიდანაც სისხლისდენა. ეს უკვე ეკონომისტი სოფო გამცემლიძეა. ორივე შვილთან ერთად რუსთაველზე აქციების ეპიცენტრში დგას 28 ნოემბრიდან. სოფოსთან ერთად დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების შესუნთქვის შემდეგ მის ორივე ვაჟსაც ანალოგიური სიმპტომები დაეწყო. დღეს სოფო ორთაჭალის პოლიკლინიკაში გამოკვლევებზე მივიდა. ექიმმა უთხრა, რომ მძიმე ინტოქსიკაცია აქვს. ღაზისგან მოწამვლისგან შეიძლება იყოს ეს შეშუპება. იმიტომ რომ ისეთი სიწითლეც არ მაქვს რაღაც რომ ვთქვათ გაციების გამო და გემართოს მარტო შეშუპებულია შიგნით.
სასუნთქი გზები, აი ეს მთლიანად, აი აქ ბურთივით მაქვს. და თავის ტკივილები. ასე არიან ჩემი შვილებიც, უმცროსი მით უმეტეს, იმიტომ რომ ეს პირველ ხაზში იყო და აი გაზის ბალონებს იღებდა და ნეიტრალებდნენ, რომ ხალხამდე არ მისულიყო ეს გაზი და წიწაკის სპრეი და კიდე უფრო მეტი ხალხი არ დავწამლულიყავით იქ. გრძილებიდან სისხლდენის პარალელურად სამი კვირა ბოლო დარბევიდან ისე გავიდა, რომ სოფო გამცემლიძეს ძილიანობა, ოფლიანობა და ძლიერი თავის ტკივილები დაჯავს. არ არსებობს წამალი, რომელიც ამ ტკივილებს გაუგუჩებს. კლავდნენ არა, ანუ ჩაუშვეს რაღაცა ნელი მოქმედების. ეს ხო არ არის, რომ აი მაინც იარაღი ხო არ უნდა მომიშვირონ და ისე ხო არ უნდა მომკლან. თუ მომწამლავენ ნელ-ნელა, სიკვდილის ტოლფასია, იმიტომ რომ კურნალობა დაგჭირდება, მოკლა არის ეს. ოღონდ ნელა კლავენ, ისე რომ აი ნუ არ უსისხლოდ სიკვდილი არის ეს. თორე აუცილებელი არ არის რომ ვიღაცა მესროლოს, კაი მესროლოს, მცემოს ეს ჩანს ეგრევე. მაგრამ აი ეს გაზი შიგნით რა იყო? ეს იმას ნიშნავს, რომ უსისხლოდ კლავენ. არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი მიმართვის მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუსაჯაროვებია იმ სპეცდანიშნულებების ქიმიური შემადგენლობა, რომლითაც ხალხი დაწამლა. მოწამლულ მომიტინგეებს ეჭვიაქვთ, რომ სამინისტრომ მათ შორის აკრძალული ნივთიერებაც გაუშვა რუსთაველის გამზირზე და ამის გამო მალავენ მათ შემადგენლობას. ეს მერე დადგება შედეგი, რა შეიძლება დღესაც არ დადგეს ხვალ და ერთი თვის და ერთი წლის მერეც არ დადგეს რა, მაგრამ აუცილებლად დადგება შედეგი. იქ ორგანიზმში რა შემოგვაფრქვიეს არ ვიცით. გინდა იმ წყალში რას უშვებოდნენ, იმიტომ რომ აი სახლში რომ მოდიოდა ბავშვი დაწითლებული იყო, ხვდიდით, იმიტომ რომ ეწოდა მთელი სხეული. ჩვენ ხო არ ვიცით ეს რას იწვევს, შეიძლება კანის კიბო გამოიწვია, ჩვენ ხო არ ვიცით რა შედეგი, უარესია. იქ აი რომ მესურიან, ვიცი, მესურიან სადღაც დავიმალები, მაგრამ იქ რას უშვებენ და რა არის, ეს კიდე სხვა თემა არის. ანუ კლავდნენ არა, მოკლეს. იმიტომ ეს სწორი გამოთქმა ეს არის, რომ მოკლეს. უბრალოდ დღეს არა, ხვალ მოკლეს. ხვალისთვის ხვალ და ისე გამოვლენ, რომ ისინი არაფერ შუაში არიან, უბრალოდ ნუ რაღაცა დაავადება. ეს ბიძინა ივანიშვილის მიერ ქართული ხალხისთვის მოწყობილი სისხლიანი ნოემბრის დღეებში მოწამლული ნიკა რაზმაძეა. შაბათის ეთერი შეხვდა არაერთ მომიტინგეს, რომელიც ინტოქსიკაციიდან სამი კვირის თავზე უფრო ცუდად არის და უფრო მეტი ჩივილი აქვს. წავედი ხა ექიმთან უკვე მიმართე მეთქი ესეთი სიმპტომები მაქვს და ხო მირჩიეთ ან რაღაცა. ნუ ჯერ პირველ რიგში გადავიღოთ ფილტრები, რაც მოვუყევი მე ექიმს. ეს იყო რომ მითხრა ინტოქსიკაციის ნიშნებიაო რა და მე უთხარი სადაც ვიყავი როგორც და რაშიც მოვყევი რა ფილუსების სტრუქტურა დაქვეითებულია. ნიკა რაზმაძის ფილტვების მაღალტექნოლოგიურმა კვლევამ ცვლილებები ნათლად აჩვენა. ექიმისათვის კი უკვე ცხადი გახდა რომ პაციენტს პროტოკოლურ მკურნალობას ვერ გაუწევდა, რადგან ქიმიური ნივთიერება, რომლითაც საპროტესტო აქციის მონაწილეებს შლიდნენ, მისთვის დაუდგენელი იყო. გული მერევა მთელი დღეა. ვერ გამიგია რა ამ ჭირცხვირიდან მაგ დენა მოთენთილი ვარ. ანუ იგივე სიმპტომები მქონდა ყველას, ვისაც საის ძალიან ღრმად მოუწია ამ გაზში, ისა რა, ვინც მოხვდა და მოყვა და რავი, ადრეს მოხვედრილი ვარ გაზებში და მოგეხსენებათ კანონი რომ მიიღეს გამჭვირვალობის კანონი, მაგასთან დაკავშირებით რომ იყო დარბევები, ხო გამოიყენეს მაშინაც გაზით, სპრეით და რავი, ყველაფერი, მაგრამ მაშინ ესეთი რაღაცა არ დაფიქსირებულა. ესეთი დარბევა, ესეთი ამ ხალხის გაწირვა მე არ ვინახავს ამ ქვეყანაში რა. 33 წლის. ექიმი ლაშა უჩავა მიტინგის დროს მოწამლულ მოქალაქეებს პირველად დახმარებას უწევდა. ის პირველივე დღეებში ამბობდა, რომ გაზი, რომლითაც ხალხს წამლავდნენ, არ იყო მანამდე გამოყენებული სპეცსაშუალება. ლაშა თავადაც არაერთხელ მოიწამლა და დღემდე ცხვირიდან ძლიერი სისხლდენა აქვს. ეხლაც მაგაქვს აფეთქი. თავად ბრმად უწევს მკურნალობის დანიშვნა, რადგან ამ დრომდე
არც ერთმა ექიმმა არ იცის დაუდგენელი შემადგენლობის აირის შესაბამისი ანტიდოტი. ეს სიმპტომატიკა რეალურად დამეწყო მოწამვლიდან დაახლოებით მეორე მესამე დღეს და ეს მოხდა დაახლოებით 5 დეკემბერს და დღემდე ესე გრძელდება. ხშირ შემთხვევაში პაციენტის დატოვება მიწევს კაბინეტში და გასვლა იმისათვის, რომ ცოტათი უხერხულია ხოლმე. მიუხედავად უამრავი საშუალებისა, რომელსაც ვიყენებ იმისათვის, რომ შეჩერდეს, თუმცა პერიოდულობით მაინც მახსენებს ხოლმე თავს. ეხა აღარ არის ისეთი ინტენსივობით, თუმცა მაინც პერიოდულად მაქვს ხოლმე და ამიტომ ეს მარტო ჩემი მაგალითი არ არის, ოღონდ ესეთი ადამიანები არსებობს ძალიან ბევრი. სამედიცინო საზოგადოებას უკვე შექმნილი აქვს სპეციალური პორტალი, სადაც აკუმულირებულ ინფორმაციას ექიმები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად სხვადასხვა საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებას გააცნობენ. ამ кейსებიდან დადგინდება თუ რა ტიპის დაზიანებები მოხდა საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევისას. ექიმების მიერ გადაგზავნილი ინფორმაცია შემდგომში იმ პირებს გამოავლენს, რომლებმაც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს. ცხვირიდან სისხლდენა ერთ-ერთი სიმპტომი არის და შეიძლება ითქვას ყველაზე მცირე, რაც შეიძლება ამ ყველაფერმა გამოიწვიოს. ყავს ჩვენ ისეთი ადამიანები, სადაც არის სუნთქვითი უკმარისობა დღემდე განვითარებული და ჩვენ ვიცით, რომ მსგავსი ტიპის ქიმიური დაზიანებები ზოგადად, მაშინ როდესაც ხდება ზედასასუნთქგზებში ან ხდება ფილტვებში, ადგილობრივად იწვევს შემდგომში ფილტვის ქსოვილის ფიბროზულ დაზიანებას. შექმნას გარკვეული პრობლემები ასევე გულსახმთა სისტემის დაავადების თვალსაზრისით, მაშინ როდესაც გულის კუნთი ზიანდება მსგავსი ტიპის ტოქსინებით. ანუ შორეული გართულებები იმდენად რთული და რეალურად შეიძლება წარმოუდგენელიც იყოს ადამიანებისთვის, რომ ამის შესწავლა აუცილებელი არის. როდესაც ჩავისუნთქე გაზი, უკვე დამეწყო ტკივილის შეგრძნება მქონდა. საპროტესტო აქციებზე მოიწამლა 21 წლის სალომე მოსულიშვილიც, უნივერსიტეტის მეორე კურსის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი. 3 დეკემბრის დარბევიდან მეოთხე დილას სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა, როდესაც თავის ტკივილები დაეწყო. ტკივილსთან ცხვირიდან სისხლდენაც დაერთო. თავის ტკივილი მქონდა ძალიან სერიოზული და მუდმივად გადაღრილად გრძნობდი თავს, მაგრამ ემოციური ფონიც ამძაფრებდა ამ ყველაფერს და დიდ ყურადღებას მართლა აღარ ვაქცევდი. და სისხლის დანახვაზე ცოტა შემეშინდა. არა ვიტყვები, ძლიერი შიში ვიგრძენი უფრო მეტად. ეს მოგიხდება. მაინც. პატრიოტი მადლობა. ძლიერი სისხლდენა ცხვირიდან დარბევიდან რამდენიმე დღეში დაეწყო ლიზი უბილავასაც, აფხაზეთის ომის ვეტერანის შვილს, რომელსაც უსახსრობის გამო უნივერსიტეტში აკადემიური აქვს აღებული. ექიმთან კონსულტაციის ფული არ ჰქონდა და არც დრო. სადღეღამისო სამსახურიდან ჯერ აქციაზე მოდის და მერე სახლში. მეგობრების დაწერილი პოსტებიდან გაიგო, რომ ისიც მათ მსგავსად აქციაზე გაშვებული გაზით იყო მოწამლული. ფიზიკურად იმდენად დავსუსტდი და რაღაცა, ანუ ეხლაც მაგალითად გუშინ მქონდა ისეთი შემთხვევა, რომ ცხვირიდან სისხლდენა, სადღაც 5 წუთი ვერ შევაჩერე. აღმოვაჩინეთ, რომ სამგოგოს ერთდროულად მოგდის ცხვირიდან სისხლი და ეგ იყო, რომ მაშინ გავაანალიზეთ, რომ ეს უბრალოდ ცხვირიდან სისხლდენა არ იყო და მე მეგობრებს რომ მოვიკითხეთ, ჩვენ ბიჭებს ვქონდათ კიდე, რომ რო საუბრობდნენ, უცბად ისეთი პანიკური ხველა უწყდებოდათ ხოლმე, რომ რა გჭირს, ხო კარგად ხარ, რაღაც ასთმური შეტევას მოგაგონებდა რა. ხო და ცხვირიდან სისხლდენა მქონდა დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში. პირველად რომ ქაშვეთში თის ეზოში რო ცრომსადენი შემოაგდეს, მაგ პერიოდიდან. 9 აპრილის შემდეგ ივანიშვილის რეჟიმმა საკუთარი ხალხის მოსაწამლად ყველაზე მეტი ქიმიური საშუალებები გამოიყენა. რორუსმა ოლიკარქმა 35 წლის შემდეგ როდიონოვის მეთოდები გააცოცხლა. მამათა და შვილთა დაპირისპირება ლიტერატურულად ხო გავიარეთ და ეხა უკვე პირდაპირ ცხოვრებაში ვხედავთ რა, ის რომ ჩვენ ხელაშვილები ვიყავთ და ვერ იაზრებენ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თუნდაც ის, რომ ჩვენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში განათლება მივიღოთ. ისევ მოგზაურობდით თუნდაც როგორც ისინი. მაგრამ აწის აწავლენ მაგასაც ვნახავთ, ხო? სანქციები მოადგათ კარზე და საკუთარი შვილების თაობას რა პასუხს გასცემენ, მომავალში ჩემი მთავარი კითხვა ეგ არის. მომცაღებინების შეგრძნება. ცოტა ხანი ვიკავე თავი
და შემდეგ ნუ ვეღარ შევიკავე თავი და სისხლიანი ამომდა პირიდან მე ცხვირიდან წამომივიდა სისხლი და მთელი 4 დღე მე ხოვდა თავბრუ. მოწამლულია საბავშვო ბაღის აღმზრდელი ეკატერინე მაისურაძეც. ქალს 1 კვირის განმავლობაში პირღებინება ჰქონდა. თუ ვინმეს ვიკითხე მე შინაურ წრეში ექიმებთან ყველა მითხრა რომ ეს ძალიან ამოუცნობი რაღაც ყოფილა და აი ესეთი რაღაცასთან შეხება არავის არ ქონია მსგავსი ტიპის ქიმიასთან ეს რაც გამოიყენეს მოქალაქეების წინააღმდეგ დარბებების დროს კი და მათ შორის ყველაზე ცუდი რაც იყო ეს იყო წყალი რომელშიც ციცაკის სპრეი ქონდა გარე წყალის წვეთები მომხდა და აი ამ წვეთების დროსაც აი გავიგუდეთ რამის იმიტომ რომ ჰაერში რომ მოდის რაც უნდა ცოტა მოშორებით იდგე ეს არის აი არ ვიცი ასე მგონია რომ კვდები იმ მომენტში ფაქტურად სასიკვდილოდ გვიმეტებდნენ აი ამაზე მეც ვერ ვახელ სამწერო ნერვი რომ დამიზიან და მაგის გამო გახელითაც ვერ ვახელ თვალს ეს სიკვდილს სასწაულით გადარჩენილი 21 წლის ალექსი თირქიას პირველი ინტერვიუა მარცხენა თვალით ალექსი ჯერ ვერ ხედავს. წარბთან თავის ქალაზე მოხვედრილმა ბლაბმა საგანმა მას თავის ქალის ძვლები ჩაუმტრია. 16 დღიანი რეაბილიტაციის შემდეგ მან სამედიცინო დაწესებულება თავზე 29 ნაკერით დატოვა. თუმცა მძიმე დაზიანებების გამო სრულფასოვან ცხოვრებას კიდევ 3 თვე ვერ დაუბრუნდება. 6 დღიანი კომის შემდეგ მედიკოსები ოჯახს მისი გადარჩენის 1%-იან შანსსაც კი არ აძლევდნენ. ხელოვნურ კომაში ვყავდით 1 კვირის განმავლობაში. ინფექციის რისკი იყო, ტვინით შეშიყვებული მქონდა და გადაწყვიტეს ქირურგებმა, რომ დავეძინით და ხელოვნურ კომაში ყოფილიყავი. ტვინის შეშუპებისა და თავის არეში 2 უმძიმესი ოპერაციის შემდეგ ალექსი თირქიას კომიდან გამოსვლას მთელი საქართველო ელოდა. მძიმე დაზიანება 21 წლის ახალგაზრდამ 3 დეკემბრის დილას 3 საათსა და 28 წუთზე მიიღო. ალექსი საპროტესტო აქციაზე მეგობართან ერთად 2 საათის მისული იყო. თეატრალური უნივერსიტეტის სიახლოვეს იდგა, როდესაც მეთოფეები სპეცრაზმის კორდონიდან გამოდიან და მხუთავი აირის კაფსულების გასროლას იწყებენ. პირველად გაზის კაფსულა ალექსის მეგობარ მარიამს ხვდება. აი ფეხსაცმელზე მოხვდა რა თურმე როგორც მე მითხრა. როგორ იდგა? ერთად ვიდექით ხო? აი მაგის მოხვედრის მერე უკვე თამერე ხო ყვამს უშვებს და რაღაცა და აი მან დავკარგეთ ერთმანეთი. ვეღარ ვიპოვეთ მერე ერთმანეთი და რა ვიცი, ამდენი გასროლების მერე უკვე მეც გადავყავართ და თავის ქალა 21 წლის ახალგაზრდა მამაკაც სავარაუდოდ მეთოფეების მხრიდან ნასროლმა გაზის კაფსულამ ჩაუტეხა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზევე ეცემა. სასწრაფომდე, რომელიც ოპერასთან იდგა, ის მოქალაქეებს მიჰყავს. ალექს დეტალების გახსენება უჭირს. ახლა მხოლოდ სატელევიზიო ეთერებიდან ცდილობს რუსთაველის გამზირზე მომხდარის აღდგენას. ხსენებით ვერ ვიხსენებ ვერანაირად. დღემდე ვცდილობ რომ გავიხსენო, მაგრამ არ გამომდის. ამათი მართლობა არის აუტანელი, არ მომწონს არანაირად. მთელი 12 წელია არანაირი შედეგი არ აქვს ამას მართლობას და მაგიტო ვიდექი აქციაზე რომ გამომიხატა ჩემი აზრი. მეტი არაფერი არ იყო. იყო მშვიდობიანი აქცია, არანაირი ის არ ყოფილა ჩვენი მხრიდან, არც ძალადობა, არც რაღაცების სროლა, ჩვეულებრივად ვიდექით რაღაცა ჩვენსაც გამოვხატავდით და თვითონ დაიწყეს ეს შეტევები და კაფსულების სროლა და შემოსადენი გაზები და რაღაცები რა. ჩვენთვის ვიყავით 7 წნარად. გამოვხატავდით ჩვენს აზრს. შიშველი ხელებით იყავით? კი. მარტო პირვადით ვიდექით, ან მეტი არაფერი არ მქონდათ. ეპიცენტრში TV პირველის რამდენიმე კამერა მუშაობდა. სპეცრაზმელებს შორის მდგარი 5 მეთოფიდან ერთ-ერთის, რომელიც ალექსისა და აქციის მონაწილეების მისამართით გაზის კაფსულებს დამიზნებით ჭანტურიას ქუჩის ჩასახვევიდან ისროდა, იდენტიფიცირება ადვილად შესაძლებელია. თუმცა 3 დეკემბრიდან ამ დრომდე გამოძიებას არაფერი დაუდგენია. ამოცნობად ჩვეულებრივად შესაძლებელია, ავი კადრებშიც კარგად ჩანს, სახეზეც კარგად ჩანს. ჩვეულებრივად შეუძლიათ ამოიცნო უბრალოდ. ასე მგონია რომ არავინ არ გააკეთებს ამას. ალექსი მესამე ოპერაციისთვის 3 თვეში უნდა მოემზადოს. ახლა რეაბილიტაციის მძიმე კურსს გადის. კვირაში 2 დღე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. 21 წლის ტატუ არტისტს მთელი ცხოვრება ჩამოენგრა.
ორგან მუშაობდი, თან რესტორანში მუშაობდი, თან ტატუებს ვაკეთებდი, თან პერსინგებს ვაკეთებდი, თან სახლშიც მუშაობდი, სახლშიც მომყავდა კლიენტები და რა ვიცი, დატვირთული გრაფიკი მქონდა კი. ერთ სამსახურს მორჩებოდი, მეორე დღეს დასვენების ღერო მქონდა, სახლში მუშაობდი უკვე, ხან ტატუს ხატავდი, ხან რაღაცა. ეხლა ვინ უნდა გარჩინოთ? ეხლა რა ვიცი, ვინ უნდა მარჩინოს. ეს იდარიგით, რა ვიცი, სახელმწიფომ უნდა ანაზღაუროს ყველაფერი, რაც გამიკეთა. მეგობრების გვერდით საპროტესტო აქციის დაწყებიდან ერთი თვის თავზე დგას რიგის უნივერსიტეტის სტუდენტი ივიკო კუზანოვიც. 21 წლის ბიჭმა მუხლის დაზიანება პარლამენტთან მაშინ მიიღო, როდესაც წყლის ჭავლის მანქანიდან წყლისა და წიწაკის სპრეის გამოფრქვევა დაიწყეს. დასწორებული იყო პარლამენტის სივრცე, რომელმაც ვიყავი. აი ხოთი ზემოთ პარლამენტის მარჯვნივ ასახვევი რო არის. ჭიჭინაძის ქუჩა, დიახ. პოლიციებიც ერთად არიან. დიახ. მე პარლამენტის აი ამ ნაწილზე, მარჯვენა ნაწილზე ამძრალი ვიყავი ცოტათი. და იქ რომ მოსვლებული იყო ჭავლის მოსხვა დაიწყეს, ჩამოვარდი. სტუდენტი ივიკო კუზანოვი აქციებზე იდგა იმის მიუხედავად, რომ ოჯახის წევრები სულ სხვანაირად ფიქრობდნენ. თუმცა ეს არ ყოფილა ბარიერი, რომ ქუჩაში საქართველოს ევროპული მომავლისათვის ებრძოლა. ჩემთვის ყოველთვის ნომერი 1 მიზეზი იყო გვერდით მეგობრებს, რა თქმა უნდა. იმიტომ მე მარტო მაგას არ დავტოვებდი და მეორე მიზეზი ის არის, რომ ამჯერ ახლა ეს თავრობა როგორც იქცევა, რა თქმა უნდა და მე ჩემი მოსაზრებები მაქვს, რომ არ ვეთანხმები ახლა რა კურსიც მიდის, ევროპული მომავალი სურს და მინდა ეს ტრაექტორია შეიცვალოს. მოწამვლისა და დაზიანებების მიუხედავად, ყველა ქუჩაშია, ყველა სოფელში და ყველა ქალაქში. საჯარო მოხელიდან დაწყებული ქართული ოცნების გულშემატკივრების ოჯახის წევრებით დამთავრებული. საქართველოს ხმა ყველას ესმის, გარდა სანქცირებული ივანიშვილისა.